მეგრელები და სვანები სხვაგან რო იყიდიან, მანქანა შენ სამსახურიდან გაგიშლებ. მაგას თუ დავაფიქსირებთ. როგორ უნდა შეიძინოს მეგრელმა და სვანმა სხვაგან მანქანა და კიდე დანარჩენმა საქართველოს შეუძლებელია. გილოცავთ ამ ავტომობილს და ძალიან მაგარი ავტომობილია. ხო ხედავ დღეს მაინც შეიძლება ადამიანს ფული ქონდეს, მაგრამ მაინც ძალიან რთულია, როცა შენ 5 ლარიანი ბენზინი უნდა ჩაასხა. ნამდვილად. ცარიელი შოურუმი გამოაჩინეთ, ცარიელი შოურუმი. ახალი კანონი დაგეხმარათ, თუ თქვენ ხართ მაგრები. ჩვენც მაგრები ვართ, როგელა ტრაბახის გარეშე. აი შეხედე, დაიცალა ჩვენი ცენტრი, ვინაიდან ჩვენ რეალურად უმუშაობთ. ხო იძახოდნენ, რომ მე ჯიტურის დილერი ვარ. შენ ვინ გეკითხება, ვინ რისი დილერია, ხო? შენ თავარია ლიცენზია კონდეს ავტომობილის გაყიდვის, გაიგე? და ახლა გუშინ რაღაცა დაიწყე, აგრესიით კი არ უნდა დაიწყო ბიზნესი უნდა დაიწყო სინდისით, ნამუსით, კაცურა და მოდი და ბევრ რამეს გასწავლი კიდევ. ფაქტია, ბატონო გელა, აიაქს უჯეტურები იდგა და არც ერთი აღარ დგას ახლა. თითქმის ყველა ავტომობილი ამოიყიდა ბათუმშიც, ქუთაისშიც და ველოდებით 14 დღეში ველოდებით ისეთ ავტომობილებს, რომ საქართველოში ჯერ ნამყოფიც არ არის. აბა ბიჭებო, გისურვებთ წარმატებას და თქვენი იმედი მაქვს და მიხედეთ საქმეს. აბა